ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმოგიდგენთ ამომრჩეველთა აქტივობას მთელი საქართველოს მასშტაბით 17 საათისათვის. ამ დროისათვის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1,422,897 ამომრჩეველმა, რაც 40.42% წარმოადგენს მთელი ამომრჩეველთა რაოდენობისა. ეხლა წარმოგიდგენთ დეტალურად ინფორმაციას თითოეული ოლქის მიხედვით. მე შეგახსენებთ, რომ 17 საათის მონაცემში გაერთიანებულია ასევე ინფორმაცია 12 საათის მდგომარეობით. მე წავიკითხავ თითოეულ ოლქს, ასევე მოგახსენებთ რაოდენობას და პროცენტულ მაჩვენებელს. თაწმინდა 26,560, 49,54%. ვაკე 43,423, 45,34%. საბურთალო 53,864, 42,44%. კრწანისი 15,611, 34,84%. ისანი 38,366, 34,94%. სამგორი 42,875 ამომრჩეველი, 35,75%. ჩუღურეთი 23,461 ამომრჩეველი, 41,99%. დიდუბე 33,329 ამომრჩეველი, 46,50%. ნაძალადევი 53,418 ამომრჩეველი, 40,58%. გდანი 51,751 ამომრჩეველი, 35,7%. საგარეჯო 18,371 ამომრჩეველი, 41,40%. გურჯაანი 17,016 ამომრჩეველი, 30,86%. სიღნაღი ეს გახლდათ ჩართვა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან და თქვენ მოისმინეთ ბოლო მონაცემები. ახლა კი განმოგწევთ გამოშვებას დღის სხვა მნიშვნელოვანი თემებით. ნიკა გილაურმა საკუთარი არჩევანი ვაკის რაიონში მესამე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც გილაურმა განაცხადა, მან ქვეყნის აღმშენებლობას მისცა ხმა. მინდა თქვა, გარკვეულწილად ისტორიული დღეა თბილისისთვის და თბილისელებისთვის. პირველად ვირჩიოთ მერს პირდაპირ არჩევნების წესით. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ თბილისელების აქტივობა იქნება მაღალი. ძალიან კარგია ის, რომ არჩევნები არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში რეგიონებში მიმდინარეობს მშვიდ და წყარ გარემოში. ხმაური იყო ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე. ხმის მისაცემად მისულ მოქალაქე ირაკლი კაკუბერიას მისი ბიულეტენი გამოყენებული დახვდა. შემთხვევის ადგილზე ეროვნული საბჭოსა და ალიანსის საქართველოსთვის მაჟორიტარი კანდიდატები მივიდნენ და ფაქტი არჩევნების გაყალბების მცდელობად შეაფასეს. კომისიის წევრთა მტკიცებით პირველი ამომრჩევლის პირადობის მოწმობა მისი იდენტური იყო, ამიტომ მის კანონიერებაში ეჭვი არ შეუტანიათ. კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით კაკუბერიას ხმის მიცემის უფლება არ მიეცა. კომისია მომხდარში საჩივრის განხილვის შემდეგ გაერკვა. ეს მეორე შემთხვევა. პასუხს აგებთ კანონის წინაშე. კპირდებით. მე კპირდებით, მე არის სისხლის სამართლის საქმე. რასაც თქვენ ჩასდიხართ ეხლა. თქვენ აყალბებთ ხმებს, პარავთ ხმებს, ქურდები ხარ. მიეცით ეხლა საშუალება მიეცით. საშუალება მიეცით, თქვენ მიეცით. არ მაინტერესებს. ამ მოქალაქე ორჯერ ამდე სიაში, მაშინ მივცემ ეს არის ის პიროვნება, რომელსაც უფლება ერთი პირადობის მოწმობით იყო პიროვნება, რომელმაც მიცა ხმა. ზუსტად ანალოგიური მონაცემები. ვალდებული ხარ, ცურათი შეამოწმოთ. კი ბატონო, მაგრამ ცურათი შეამოწმოთ. კი ბატონო, მაგრამ ეს საიდან მივხვდები? არა, უკაცრავად, ცურათს ვერ შეადრით, რომ ეს არის თუ არა? ზუსტად ანალოგიური პასპორტი
პასპორტს არ გეკითხები ქალბატონო, სურათს ვერ ხდები? ორეული იყო? გამოიძახე პოლიცია და გავარკვიოთ. გამოიძახე პატრული. ვარდებული ხარ, გამოიძახე პატრული და გავარკვიოთ დახნი ვინა ვისა. ვინ არის ხმა? კი, მაგრამ ორივე ხომ ერთდროულად არ მოდის. პირველად ვინც მოვიდა ზუსტი მონაცემებით, ხმა მისცა იმან, ხო? მე რა უფლება მაქვს ადამიანი მოდის პირადობის მონაცემი ზუსტად იგივე მონაცემები და არ მივაცემო ხმა. ერთი წუთი რა. რატო არ აკვირდები ბეჭედი აქვს თუ არა? დარწმუნებული ვარ. ყველაფერს ვაკვირდები. არა, ვერ ბეჭდიანი ვერ იქნება. არ ვიცი რა მოხდა, ვიღაცამ ჩემს მაგიურად მისცა ხმა. დღეს უკვე მესამე ფაქტი დაფიქსირდა ერთ უბანზე, როდესაც ყალბი პირადობის მოწმობით ცხადდება, მოქალაქე შემდეგ მოდის რეალური ამორჩეველი და ნახულობს, რომ მის ადგილზე არის ხელმოწერილი. არა, მე ვთვლი, რომ არ დარღვეულა არაფერი კენჭისყრის პროცედურა. რეგისტრატორი მოვიდა ანალოგიური იდენტური იყო და რეგისტრატორმა არ მიცემ მეორე ამორჩეველს ხმის მიცემის უფლება და იმან მიბრუნდა და წავიდა. და ამით ჩვენ კენჭისყრაში პროცედურა არ დაგვირღვევია. ნაციონალური მოძრაობა ამ დროისთვის არსებულ საარჩევნო შედეგებს აჯამებს. მმართველი გუნდი ამორჩევლის აქტიურობით კმაყოფილია. გოგა გაბაშვილის თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. პარტიაში დღესვე განმარტება გააკეთეს ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორების შესახებაც. კოორდინატორები კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არიან ჩართულები სრულიად ჩვეულებრივ პროგრამაში, ეს არიან პარტიული აქტივისტები და სხვა ჩვენს მომხრეებს და პარტიულ აქტივისტებს, რომლებიც მათ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, კარდაკარ შემოვლის პროგრამით არიან ისინი იდენტიფიცირებულები, მათ მობილიზაციას ახდენენ და ეს არის აბსოლუტურად გავრცელებული, აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს და დღის სხვა მნიშვნელოვანი თემებით განვაგრძობთ. ზურაბ ნოღაიდელი ვაკის 51 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად შვილთან ერთად მივიდა. ვეცი იმას რომ საქართველოს დაიბრუნოს გაერთიანების შანსი, საქართველოს დაიბრუნოს განვითარების შანსი, საქართველოში იყოს დემოკრატია და სამართლიანობა. ეს იქნება გამარჯვების დასაწყისი. საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს თინა ხიდაშელმა და დავით უსუფაშვილმა. ალიანსის ლიდერები დღის 12 საათისთვის საბურთალოს რაიონის მესამე ოლქის 54 უბანზე შვილებთან ერთად მივიდნენ. უსუფაშვილმა დარღვევებსა და ამორჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზეც ისაუბრა. დარღვევები იყო რამოდენიმე უბანზე, წანისის ოლქში განსაკუთრებით იყო უწესრიგობა. რაიონებში აშკარად შეინიშნება ზეწოლა ამორჩევლებზე, რომელიც კანონის ზღვარზე ხორციელდება საარჩევნო უბნის შესასვლელთან, მაგრამ აქაც შეგიძლიათ გარეთ გადაიღოთ კადრები. უამრავი ხალხია ნაციონალური მოძრაობის და როგორც ჩანს არა მხოლოდ მათი განწყობა ძალიან კარგი მაქვს, იმიტომ რომ ამ წუთის მდგომარეობით რაც შეგვიძლია ვთქვათ აქტივობა მაღალია. ნახოთ, იმედი მაქვს რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გამოვა ამ არჩევნებზე და საკუთარი ქვეყნის მომავლის შენებაში მიიღოს მონაწილეობას. ეს არის ყველაზე მთავარი. არ დავრჩეთ სახში, მოვიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ არჩევანი და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კარგად იქნება. საკუთარი არჩევანი ვაკის რაიონის 51 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა ზურაბ ტყემალაძემაც. ტყემალაძე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა. მშვიდობას მომავალში მივეცი, დასაქმებას თბილისში მივეცი, კეთილდღეობას თბილისისათვის და მივეცი რა თქმა უნდა გოგი თოფაძეს. 30 მაისის საკრებულოს არჩევნებში 17 პოლიტიკური სუბიექტი, თბილისის მერის არჩევნებში კი 9 კანდიდატი მონაწილეობს. ნიკა ივანიშვილი სახალხო დემოკრატები, დავით იაკობიძე თორთლაძე დემოკრატიული პარტია, ზვია ძიძიგური ეროვნული საბჭო, გიორგი უგულავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გიორგი ლაღიძე პოლიტიკური პარტია მომავალი საქართველო, გიორგი თოფაძე მრეწველები, გიორგი ჭანტურია ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება, თამაზ ვაშაძე პოლიტიკური მოძრაობა სოლიდარობა, ირაკლი ალესანია ალიანსი საქართველოსთვის. პარალელურად ჩუღურეთის, ოზურგეთისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. ასეთი გახდა დღისა და საათის მნიშვნელოვანი სიახლეები. მაესტროს ახალი ამბები ზუსტად 8 საათზე მოვლენათა განვითარებით დაგიბრუნდებათ. დროებით.